გამარჯობთ მეგობრებო, დღეს ცუდი ამბავი მაქვს Roblox-ში. ყველაზე საშიში თამაშები. ეს თამაში არის სკოლა 102, რომელიც თითქმის ყველა ამაზე გაიძახის. და რუსულად წერია, ესე იგი რუსმა შექმნა, რუსები ძალიან ბოროტები არიან. და 102 ჩაწერო უკვე ამოგიდებს და მან შეიძლება გაერთო, მაგრამ თუ დაწერთ I hear you რაღაც სისხლიანი იმაში თვალებია ყველგან მაგრამ სადაც დირექტორია მან თუ შეხვალ დაგხვდებათ რაღაც საშიში რაღაცა და ეგ თუ დაგეწია ჩათვალე რომ ეგ თუ დაგეწია ანუ ლეავეს დაგიწერს მარტო სხვა არაფერს და ლეავეს რო დაგიწერს Roblox ჩაერთება ახლიდან და აკაუნტი დაგებლოკებათ. აი ერთ ვიდეოს განახილე ხა აი საშიში თამაშები Roblox-ში. ამას უყურე. სკოლა 102. და ეს ძაღლის ადრე მუშაობდა. არა, ეხლაც მუშაობს. ერთხელ მან დაწერა და ანუ დაისაცა წასული კაბინეტში, რომ გაგებული ქონდა. მაგრამ რო დაწერა I hear you არ გადაიყვანა, მაგრამ მალე გადაიყვანებდა და დაებლოკებოდა აკაუნტი, მაგრამ სამ დაებლოკებოდა აკაუნტი, მან წაშალა Roblox-ში, რადგან მე მაგას პატარა ვიყავი რა, ეს ჩემს დიდია და აი ესეთი ნახატი აქვს. არავინ არ ითამაშო დღეიდან ეს თამაში. ნუ I hear you არ დაწეროთ. ნუ შეგიძლიათ დაწეროთ, მაგრამ არ შეხვიდე დირექტორთან. თორე ეგ მან არის დირექტორი რა და ეგ თუ დაგეწია რაღაც რეიკისნაირი გახდება და თუ დაგეწია დაგებლოკებოთ აკაუნტი. ეხლა უყურეთ ამ ვიდეოს. ინგლისურად ჩაწერეთ 102 და მაგ თამაშს აკომპიუტერზე და ასეთი ფოტო აქვს, აი აქ ფოტო. მაგ თამაში შეგიძლიათ რომელიმე როლი აირჩიო, მასწავლებლის, დამრიგებელის, დირექტორის, არ ვიცი, და გაერთო მაგითი. ხო, ეხლაც მუშაობს. მაგ თამაში საშიშია. რატომ? და ახლა გეტყვით. ჩატში ინგლისურად თუ დაწერთ I hear you სამჯერ. მაშინ გადაგკეთეთ სხვა ამაზე თამაშზე. მიგჯერათ ამ ყვილები. просто თამაშზე არ ვიძახი. აი, უყურეთ, აი ეს სკოლაში. სისხლიანია და საშიში ფოტოები არის. მე რა ყველას ადამიანები ამბობენ თუ რომელიმე კაბინეტში შეხვალ დაგაბლოკავენ სულ. აი ვაფშე სულ დაბერება. ეხლა იტყვის ადრე მუშაობდა ეს. ხო, დღეს ადრე კი არა, ეხლა მუშაობდა. მე I hear you სამჯერ უცა დავწერე, იქ რაღაც კორეული ნაწერი თუ იაპონური ნაწერი შემხვდათ. მე არ შემიყვანენ მაგ საშიში თამაში. აბეთ გამოცოთ დედაჩემის ტელეფონში. მაგი ადრე კეთდებოდა. მე ადრე 8 წლის თუ 9 წლის როცა ვიყავი, მაგი დავწერე და გამომაგდო. ნუ შემიყვანა, იქ თამაში. იქ მარტომი არ ვიყავი, სხვა ადამიანებიც იყო. და იქ მართლა საშიში იყო. ოღონდ მე ძალიან მაინტერესებდა კაბინეტებში შევიდე, იქ თუ მართლა თუ ჩავარდებიყოთ, არ მინდოდა რომ ჩემი აკაუნტი დამებლოკა. ოღონდ მაგით თუ კიდე კეთდება, საერთოდ არ შეხვიდეთ კაბინეტებში, რომ არ დაბლოკონ თქვენი აკაუნტი. კიდევ ხარით რა ჰორორები არსებობს. საშიში თამაშები Roblox-ში. გამარჯობა მეგობრებო. შინახეთ რა მოხდა. კარგად უყურეთ თქვენ Roblox თამაშობ? მაშინ მე გეტყვი ყველაზე მაგარ თამაშებს Roblox-ზე